კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ პარალიმპიელებს უსურვო ძალიან დიდი წარმატებები პარიზის თამაშებზე თანთანობით იზრდება ჩვენი გუნდის შემადგენლობა პარალიმპიურ თამაშებზე რა თქმა უნდა მთავრობა მომავალში ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ქონდეს ყველა სახეობას რაც შეეხება ჯილდოს ბუნებრივია იგივე ჯილდო არის დაწესებული პარალიმპიურ თამაშებზე რაც დაწესდა ჩვენი ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისთვის, სპორტსმენებისთვის ყველას კიდევ ერთხელ მინდა უსურვო ძალიან დიდი წარმატებები დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი პარალიმპიელები გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან საქართველოში. ბატონო ირაკლი, ხაზარაძემ წააგო საარბიტრაჟო სასამართლოში საფრანგეთში დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ ის პროცესი რომ შეეძლოს თუ შეიძლება ანაკლიოსებად. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური თქვენ იცით რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა მის კონსორციუმს, ხაზარაძის კონსორციუმს იმისათვის რომ მეზიდათ ინვესტორები, რამდენჯერმე მოხდა ასევე გადავადება მთავრობის გადაწყვეტილებით, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ხაზარაძემ ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა, ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და შემდეგ გაკადნიერთა და იქით უჩვლა სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან ითხოვდა მილიონებს ვითომ ასე ვთქვათ მიღებული ზიანისთვის, რომელიც მან თითქოს მიიღო სახელმწიფოსგან არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაგლის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ამ პროექტის გამო ჩვენ კონსტიტუციას კი შევცვალეთ იმისათვის, რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერც ერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა და ეს ყველაფერი დაადგინა, რა თქმა უნდა, სათანადოდ არბიტრაჟმა. ირანში ვიზასთან თავგადასავალს უნდა გითხოთ, ბატონო ირაკლი, ტერორისტული დაჯგუფებების თავგადასავალს ირანზე არის თავგადასავალი. ბატონო ირაკლი, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული 13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად ურთიერთობებს ესაჯურება გადატვირთვა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისთვის, მთავარია რომ იხილოთ შემხედრე ნაბიჯები. როგორც კი გადმოითქმება შემხედრე ნაბიჯები, მასშივნე მოხდება გარდატეხა ამ ურთიერთობებში. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ნაბიჯი ბატონო ირაკლი, მეგობარი აქტი, რომელიც ბარემ მოვილიოთ სენატის თემა, რადგან დაიწყეთ ამ მოსმენაზე საუბარი, მეგობარი აქტი, რომელიც იყო შესაძლებლობა საქართველოს ამერიკულ ბაზარზე გასულიყო ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გარანტიები, ის არ იყო ნაბიჯი? სინამდვილეში თუ ნახავთ ამ აქტის შინაარსს, ეს არის არა მეგობარი აქტი, არამედ ეს არის დაუძინებელი მეგობარი აქტი, ასე უნდა ერქვას. ამ აქტს გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი შეიცავს შანტაჟს. პირდაპირ ფორმით შეიცავს შანტაჟს. თქვენ ეთყობა არ წაიგეთ. რომ ამბობთ, რომ დემოკრატიულად ჩაატარეთ არჩევნები ამერიკა, რომ ამბობთ და რუსული კანონი დაიწვიეთ, ეს არის ტერორიზმის საქმე. ეს ხო პირობაა, ყველა შეიძლება რაღაც პირობის მოყვება. მეგობარი აქტი და ამ აქტის თავარმისთან აქციო შანტაჟი. ნუ ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელში უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მithumetes იმ ფონზე, რომ 13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში. თქვენ გახსოვთ წინა ელჩის ქმედებები, ხო, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გაფუჭა ურთიერთობებში, ასეთ ფონზე ჩვენ გვჭირდება რეალური შემხედრე ნაბიჯები იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიკვეთოს. ტერორიზმის საქმეზე მიგაკითხოთ, ქართულზე ჩვენ ველოდებით პრაგმატულ და მეგობრულ ნაბიჯებს. სამართლიან, პრაგმატულ, მეგობრულ ნაბიჯებს. რაც შეეხება სანქციებს, სწორედ ასეთი ტონით საუბარი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხედრე ნაბიჯად, ხო? ნაცვლად შანტაჟისა, მუქარისა ჩვენ უნდა გქონდეს საუბარი, ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან დაკავშირებით, გადატვირთვასთან დაკავშირებით. მე ამას გეკითხებით. არ არის თემა საინტერესო, ჩვენ არ თქო გითხრავს, ეს არ არის საერთოდ საინტერესო. გამოკითხულთა წრე. როგორ ფიქრობთ ოპოზიციას ის რომ ეს ტერორიზმის საქმე, რომელიც იყო მიმდინარეობს საქართველოში, მოვუსმენ და მე გიბოსტო. აბსურდული და საერთოდ გაკეთდა. რამდენად რეალურია ეს საქმე, ეს кейსი და გაფართოვდება თუ არა გამოკითხულთა წრე ამას გამოძება და თავიდან ვერ გავიგე
კი ბოდიში გამოკითხულთა ფარს ეს ყველაფერი გამოძიებაზეა კონებრივია დამოკიდებული თქვენის როგორია საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონტექსტი რა თქმა უნდა ამ კონტექსტის გათვალისწინებით აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის მზადება რაც ჰქონდა რადიკალური ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს დანარჩენი და დაადგინოს გამოძიება ჰამასის ლიდერებთან ერთად ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერებთან ერთად უხერხულობას პირველ რიგში ამ ინაუგურაციაზე გიქმნიდათ თუ არა შეძახილების სიკვდილი ამერიკას სიკვდილი ისრაელს ამ დროს იმყოფებოდით დარბაზში და თქვენი მხრიდან საერთოდ რა მიზანს ემსახურებოდა ირანში ვიზიტი თუ პარტნიორებთან ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობთ რატომ გახართ თქვენ ავტორიტარული სახელმწიფოების გვერდით როგორიც არის მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკვლებლივ ყველა სახელმწიფო. ჩვენ იცით რომ მათ შორის ჟოზეფ ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჟოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. ანუ წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა და გარდა ამისა, რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოადგენელი. აქ იყვნენ მათ შორის აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი იყო, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ხო, ანუ რეგიონი იყო თავიდან ბოლომდე წარმოადგენელი. თალიბანის ლიდერებიც იყვნენ. ხო, ხვდებით რომ ეს არის ეს ხო მარტივი სპეკულაცია. ნახეთ, იმდენად სამარცხვინო სპეკულაცია რომ არ ვიცი რა გეპასუხოთ. არ არიან ტერორისტული დაჯგუფების ლიდერები. რაც შეეხება თვითონ ამ თემას, ხო, მე როგორც მითხრეს პირადად ლომჯარიას ქონია დავალებული ამ თემის აწევა, თუმცა მაინც დიდი წარმატება ამისათვის არ აქვს, იმიტომ რომ თემას ლომჯარიას დაავალეს, კაცო, პატრონებთან დაავალეს ლომჯარიას. თუმცა მე მინდა გითხრათ რომ ლომჯარები არიან მაგალითად სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ. რატომ? იმიტომ რომ სომეხ ლომჯარებს არ დავალეს იგივე თემა, რაც დავალებს ქართულ ლომჯარიას. ესეთი სპეკულაციები ტერორისტული დაჯგუფებების სამარცხვინო. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია. სამარცხვინო სპეკულაცია. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია. გაიზარდა მთლიანი სამარცხვინო სპეკულაცია. რომელიც ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის განვითარების და ჩვენ მოხარული ვართ რომ პირველი ნახევარი ამ წლის პირველი ნახევარი დაუხურეთ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით. თქვენ იცით რომ გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7%. ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც, წლევანდელი მაჩვენებელი არის 9%. ჩვენთვის თავარია რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება ივლისი-აგვისტო ფიქრობ რომ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ. ასე ეს არის თავარი იმისათვის რომ თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. როდესაც ხაზარაძე საუბრობდა ჩინელი ინვესტორების მოზიდვაზე ანაკლიის პროექტისთვის, მე მაშინ არ მახსენდება ასეთი განცხადებები. რაც შეეხება ჩვენს ასე ვთქვათ ხედვას. ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს უნდა მაქსიმალურად აღუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია, ეს იყო დამაკავშირებელი ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის, იმისათვის რომ ქვეყანამ ეს ფუნქცია მაქსიმალურად აღიდგინოს, იმისათვის რომ გაძლიერდეს ჩვენი ფუნქცია შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია მაქსიმალური თანამშრომლობა როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ კუთხით ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინურ ტვირთებზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, მე არ მესმის რა არის ამ განცხადების საფუძველი, როგორც ჩანს, რაღაც არასწორი ინფორმაციას ემსახურება. აღარ მესმის. მე პირველ რიგში დატო გირგალაშვილს მინდა მიულოცო, გუშინდელი ძალიან დიდი წარმატება, ყოველს გვინდოდა რა თქმა უნდა ოქროს მედალი, თუმცა ვერცხლის მედალი ვიცი ჩემპიონობა არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა დატოს კიდევ ერთხელ მიულოცო. ეს ძალიან დიდი გამარჯვება და რა თქმა უნდა დღეს მთელი სული და გულით
გულშემატკივრობთ ლაშა ბექაურს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი დღეების განმავლობაში მეტი და მეტი медали წამოვა საქართველოს. ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსი გაუმჯობესდა და საქართველოს მსოფლიო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის. როგორია ეს შეფასება? რეალურად ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე. არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც უსწრებს ბევრი პარამეტრით, როგორც არის იგივე ხელისუფლების ეფექტიანობა, აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტულად ეფექტიანობა, რა თქმა უნდა, ასე უნდა გავაქცელოთ, ხო? ეკონომიკური ზრდა იგივე რო არის ძალიან მაღალი, ესეც არის, რა თქმა უნდა, ეფექტიანობის დამსახურება. ყველა საერთაშორისო რეიტინგი კვლევა ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის მოწინავე და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ინსტანციამ. სენატში განხილვებთან დაკავშირებით კითხავთ, თუ შეიძლება გუშინ იყო მოსმენა საქართველოს შესახებ. სანქციების კოორდინატორი ობრაენი ესწრებოდა მათ შორის და მან თქვა, რომ გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები და უკან მისაბრუნებელი გზა. აქვე ისაუბრებაზე, რომ სანქციების რამდენიმე პაკეტი განიხილება, მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კორუფციაში არიან ხილებული კორუფციით გამდიდნენ, ვინც ადამიანის უფლებებს ამყარებდნენ. ამ განცხადებების შემდეგ მაინც ელოდებით თუ არა სანქციების ახალ პაკეტს და აპირებთ თუ არა თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რასაც შეერთებული შტატები მიიჩნევს დემოკრატიის გზაზე დაბრუნების მთავარ გამოსავალს. პირველი ჩვენ დავუმკვიდრეთ ამ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა, ხო? მანამდე გახსოვთ, ტოტალურად ყალბდებოდა არჩევნები 2012 წლის ჩათვლით, 2012 წლის შემდეგ დამკვიდრდა სრულიად განსხვავებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები იქნება ასევე თავისუფალი და სამართლიანი, მით უმეტეს, რომ ინერგება ახალი ტექნოლოგიები, ამ არჩევნებზე პირველად საქართველოს ისტორიაში ხმის მიცემა მოხდება ელექტრონული წესით, ასევე რეგისტრაციას გაივლიან ამორჩევლები ელექტრონული წესით, ხმები დაითვლება ელექტრონული წესით, ანუ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება საარჩევნო პროცედურები ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, არჩევნები იქნება, რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი. რაც შეეხება შანტაჟის ენის საუბარს, ეს არის კონტრპროდუქტიული. მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ 2012 წლებში, როდესაც საქართველოს ჰქონდა უმძიმესი პრობლემები, ხო, ქვეყანაში იყო დამკვიდრებული ავტორიტარული რეჟიმი, სააკაშვილის ნაცმოძრაობის ავტორიტარული რეჟიმი, როცა პატიმრებს აწამებდნენ, როცა სასამართლო თავიდან ბოლომდე დაქვემდებარებული იყო სააკაშვილი ადეიშვილის კლანს, როდესაც მედიებს იტაცებდნენ, პირდაპირ მიტაცება ხდებოდა სატელევიზიო მაუწყებლების, მედია საშუალებების, მაშინ არ უსაუბრია არავის სანქციებზე და პირიქით. მაშინდელი ხელისუფლება ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, კითხვები უნდა დაისვას საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, არ არის სწორი შანტაჟის ენით საუბარი, მით უმეტეს იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ის ვითარება, რომელიც დაამკვიდრა ამ ქვეყანაში უცხოეთი და მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ. ეს თქვენი ამ კითხვა ამ თემაზე საბოდიში, ამ თემა ინტერესებს, ვიგა ამ თემაზე აი თქვენ ამბობთ ექსპერტიზა თქვენ ამბობთ, რომ ამორტიზებულია დინამო არენა რა და აი რო გითხრათ თუ ჩაუტარდა ექსპერტიზა და თუ გაქვთ თქვენ ეს ექსპერტიზა ნანახი. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, იგივე ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ამაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი და ისინი მოგაცდიან დეტალურ ინფორმაციას. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობის გეგმა. თბილისს უნდა გქონდეს სრულიად ახალი სტადიონი, 60,000 მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც იქნება საშუალება, რომ უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთლიანად ქვეყნის იმიჯს ძალიან დადებითად აისახება. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და მივყვებით ამ კონკრეტულ გეგმას. თუ ამორტიზებული იყო სტადიონი დინამო არენა 26 მარტს, ანუ 4 თვეში დაზიანდა ისე, რომ ეხლა არ შეგვიძლია ჩავატაროთ ერთა ლიგის შესარჩევი თამაშები? რაც შეეხება წინა თამაშებს, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში, ამაზე ვარ პასუხისმგებელი. რაც შეეხება სამომავლოდ რა როგორ იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ყველა რისკი იქნება დასრულებული. ბატონო, ორი კითხვა დამთავრდა. პირველი არჩევნებზე რაზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ, ორგანიზაციების და რეგისტრირების რომ მთელი რიგი საკითხები განახლებული. არასამთავრობო ორგანიზაციების და რეგისტრირების დრო მოვიდა და ვინც არ აპირებს დარეგისტრირებას თქვენ ანუ როგორ რა ბედი ეწევა, ანუ იძულებით აპირებთ, ან რა მეთოდებით აპირებთ და ასევე როგორ გაარკვევთ, რომელსაც საზღვარგარეთიდან აქვს დაფინანსება.
თქვენ იცით რომ ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული კანონით, ერთ-ერთი ზომა არის 25,000 ლარიანი ჯარიმა, ეს არის და ეს. ორჩა, ამით ყველაფერი მთავრდება, არავითარი სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება, ვინც იმოქმედებს არაკეთილ სინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება ძალიან მარტივად 25,000 ლარიანი ჯარიმა, ეს არის და ეს. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს. ბატონო ირაკლი, ორი კითხვა მაქვს. პირველი, საარჩევნო საკითხი თქვენ უკვე ახსენეთ, რომ მთელი რიგი საკითხები არის განახლებული ხმის მიცემის პროცესში. ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ამომრჩევლების ნაწილს აქვს შიში, რომ ხმის მიცემა, ელექტრონული ხმის მიცემის დროს არ იქნება ფარული. რამდენად უსაფუძვლოა ეს შიში თქვენ რომ განმარტოთ? ამ ტექნოლოგიების გამოყენებით უკვე არაერთ ოლქში ჩატარდა არჩევნები სატესტო რეჟიმში და ყველას ჰქონდა თავისუფლად ფარულად ხმის მიცემის საშუალება. მილიონი სპეკულაცია იქნება, მაგრამ არ შეიძლება ამ სპეკულაციებით ხელოვნურად ვაცხოვროთ საზოგადოება. ხო, ამ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ვერავინ გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა. რა თქმა უნდა, ხმის ფარულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. რაც შეეხება აპარატურას, არის კონკრეტული საერთაშორისო კომპანიის მიერ მოწოდებული, ჩატარდა აუდიტი, მათ შორის უცხოელების ჩართულობით, ყველაფერი არის აბსოლუტურად გადაკონტროლებული. და ბატონო ირაკლი, დაუბრუნდით ირანის საკითხს, რამდენიმე წუთის წინ თქვენ ამაზეც საუბრობდით. იცით რა მაინტერესებს ირანში ეს ვიზიტები, პარალელურად დასავლეთთან დისტანცირება არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აერჩიეთ და რომელსაც მიყვებით, იმიტომ რომ ერთის მხრივ დასავლეთს ვშორდებით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვესმის ძალიან ხისტი რიტორიკა, დიპლომატიური ტონი აღარ, მეორეს მხრივ ირანში მიდიხართ და ჰეზბოლას, ჰამასისა და თალიბანის ლიდერების გვერდით. ეს სპეკულაციური განცხადებები არის აბსოლუტურად უადგილო, ხო? განცხადება არა. მაგალითად არის სომხეთის ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ მას სურს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება და მსგავსი განცხადებები კეთდება მათ შორის დასავლური მხრიდან, ხო? და სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, ხო? იქ რატო არ გამოვიდნენ სომეხი მომჯარიები? რატო არ გამოვიდა სომხური მთავარი არხი და რატო არ დაგმო პაშინიანის ვიზიტი? რატო არ გამოვიდა სომხური ტv პირველი და სომხური ფორმულა და რატო არ დაგმო პაშინიანის ვიზიტი? იმიტომ რომ სომხურ თავარ არხს არ მიუღია ეს დავალება. სომხურ თავარ არხს და სომხურ მომჯარიას არ მიუღია ეს დავალება. თქვენი რედაქცია გავალებთ, მაგრამ თქვენ რედაქციას ავალებენ საკუთარი პატრონები. ეს არის პოლიტიკური განაცხადი და დასავლეთთან დაშორება $650 დაევალა ხაზარადეს, ხო? მას ნიშნავს ზოგადად ეს და უშინოს არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, ხო? მე მგონია რომ ხაზარაძეს წესით ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა იკუთვნის, გამომდინარე იქიდან რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მართალია ტყუილს ამტკიცებდა, ტყუილს ავრცელებდა და საბოლოო ჯამში ეს დაადგინა არბიტრაჟმა, მაგრამ გარკვეული ზიანი მაინც ხომ მიადგა ამ ტყუილის გავრცელებით ჩვენ სახელმწიფოს წესით. ხაზარაძეს ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა იკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუმცა არსებობს გადაწყვეტილებები, ჩვენ მოქმედებთ, რა თქმა უნდა, სასამართლო გადაწყვეტილებების, არბიტრაჟის გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხაზარაძე გადაიხდეს იმ ჯარიმას, რომელიც მას დაეკისრა. შუბლის არღვე არ აქვს ამ კაცმა წააგო არბიტრაჟი, ვერსად ვერ დაამტკიცა საკუთარი სიმართლე, თვითონ მიმართა თან არბიტრაჟს და არბიტრაჟმა გაამტყუნა ხაზარაძე. მასე დროს კიდე რაღაცებს რო საუბრობს, ეს ნიშნავს იმას, ნიშნავს გამყონებას. ეგ ნიშნავს გამყონებას. არც ერთი მხარის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და 650 არის მოსარჩელე იყო ხაზარაძე, ამტკიცებდა რომ სახელმწიფო მის დააზიანა და არბიტრაჟმა თქვა რომ ეს იყო ტყუილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხაზარაძე სამარცხინოდ დამარცხდა ამ საქმეში. თავის სარჩელი ხომ დააკმაყოფილა ბატონო ირაკლი, ამაზე რატომ არ საუბრობთ? ხო მითხოდით იურიდიული ხარჯების, საერთაშორისო იურიდიული ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც გასწიათ ამ დროის განმავლობაში. არბიტრაჟი ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა მთავრობას. ეს არის იურიდიული საკითხები, რაზეც იუსტიციის სამინისტრო გაგცემთ პასუხს, მაგრამ ხაზარაძე ამტკიცებდა არბიტრაჟში, რომ მთავრობამ დააზიანა მისი ინტერესები და არბიტრაჟმა დაადგინა, რომ ეს იყო ტყუილი. შესაბამისად, ხაზარაძემ სამარცხინო წააგო ეს საკითხი. ოქამჩირეზე რა ბატონო ირაკლი.